ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. გამარჯობათ, მეგობრებო, არც გამწერებო კარგო. გამარჯობათ. აი, რანაირი თევზი დავიჭირეთ. ეს რა ჯიშია? კალმახია. მოკლედ ქარი ანგრევს აქ და ძალიან უცნაურ ადგილზე თევზაობთ. თევზაობის ვიდეო ვინდა ჩავიწეროთ და ერიან თევზის დამზადება. აქ არის ყოფილი საკალმახი, ანუ ქვემოთ საკალმახი იყო, ეხლა მოშლილი იქაურებოდა, არაფერი არ არის და თევზი იქიდან თვითონ პატარა კალმახები გავიდნენ, აი არხებია გაკეთებული რაღაცა, წყალი გამოდის იქიდან. ვახ, ვერ თელ ტერიტორიაზე რა, ანუ იქით ხარისად, აი ლელიანი სადაცაც ჩანს. სულ არის ეს არხები. ამ არხებში არის კალმახი. გაქცეული, გაველურებული რა. ანუ ბატონი დავითი და ნახეთ ახლა რა სიტუაციაა რა. ჯობე. მოდი აქ. ეგარი. დაიჭირა. ო. ბიჭო. ნო. მოგეთ ლაპარაკი ვერც მოვასწარი რომ მეორე თევზი დავიჭირეთ. ბატონმა დავითმა. ხო ეგრე რა სიტუაცია? აქ შეგიძლიათ მოხვიდეთ. არც ვიცი ისეთი ქარიქრი ისე ვილაპარაკებ. აქ შეგიძლია მოხვიდეთ ითევზაოთ. ოღონდ აი თევზი დავიჭირე და გაუშვი ეგრე არა, იმიტომ რომ კალმახი არის ძალიან ნაზი. ხელში არ გაგეყაროს რა, მაინც ვანო გამოაძროს მე. რატომ ეცხოვიცი? ნაზია და ესე დაზიანებულ თევზს უკან ვეღარ გაუშვებთ რა. ყველა ვარიანტი ახლა ამ არემარეს ყავს პატრონი. ოხ, განაგაჩე. ვინც ამასა ხედავს, ხო და? თუ მოხვალ და ითევზავებთ, ეს ოღონდ საშენი არ არის, აი ესე რაღაცა ამას გაუმართლა, რომ მეორე თევზი ზედ მიაყოლა და ის არის, რა ქვია. ამოშ. კილო 20 ლარიხის. თუ დაიჭერთ თქვენ თვითონ, მოდით ისიამოვნეთ, რამდენ კილოსაც დაიჭერთ, შეგიძლიათ წაიყვანოთ. აი ესეთი ოღონდ ისე გემო აქვს ხვანარი, საშენსო გემო აქვს და რაღაცებს აჭმევენ, ეგრე არ აჭმევენ რა. ნახოთ, აბა თევზაობა გავაგზავნოთ. ეხლა მიდის. ბატონო დავით, ხო? დიახ. გაქეზ. აი ნუ. ამურა. დაიჭირა ბიჭო, დაიჭირა. რა ხელა. თხილში არ გაიყავა. ბატონ დავით გამოაძრე. აი ესეთი ახერა. დაიჭირე, მაგრა დაიჭირე. შეო. შენც გიჭირებს, ხო? შენც დაიჭირე? მოკლედ ეხლა წავიდეთ. აი ესეთი რაღაცა, ნახეთ. აი ესეთი რაღაცა და ესე მიყვება არხი და გადის, იქით ვერ შევდივართ, ლელიანია რა. ანუ შეგიძლიათ მოხვიდეთ და ითევზაოთ. და მაგარი გემრიელი თევზი წაიყვანოთ, იმიტომ რომ ეხლა ამ თევზს გავაკეთებთ. მაგარი გემრიელი და იმიტომ რომ ბუნებრივად იკვებებიან თვითონ რა, ამათ არავინ არ აჭმევს, კიდე ერთხელ მინდა ვთქვა. აი ესეთი ძველი მიტოვებული საკალმახია, მაგრამ პატრონი ყავს ამ საკალმახეს, ხო და აი ესეთი მაგარი რაღაცები დავიჭირეთ, ეხლა წავალთ, მე დავანო და გადავწყვეტეთ ეს ჩავდოთ ქინძმარში. ძალიან მაგარი გამოვა. ხო, ქინძმარში ჩავდოთ და ბატონო დავით. ხო. კაი, ეხლა გეყოფა, რამდენი რა უნდა დავიჭიროთ? რამის 2 კილო დავიჭირეთ. 2? რატო 3 არ არის რო? იქნება ვითომ. აბა და. კაი, 3 კილო, კაი, გაჩეთი. აღარ მინდა. აი, დავოკიდე ახლა. აი, რითი ვითეზავთ, ანუ? ხო, და თუ წამოხვალ სათევზაოთ, არის აი ესეთი სადყო არაფერი არ მოგვიბია ზედაც, პური არაფერი, ეს იყიდება, არ ვიცი ოღონდ სად იყიდება რა, ვანო მოიტანა. ხო და აი მითი ბატონ და ჩერა სიტყვი. მე რავი, ძალიან ყვაყოფილი ვარ ჩემი ნაშვავი. ესე თევზაობა რაზოს არ ქონია ჩემ, რავი. 1-2 წუთი გვიყავი. იმიტომ რომ გახელებულები არიან თვითონ თევზები რა.
შიათ და ამ ღიმაში ხო ვერ დადიან, აი ზემოთ დადიან, არ ვიცი ეს ტოტი სად მიდის მე ღმერთმა იცის, მიწიდან ამოდის სივიწყალი. მაგითი სულდგმულობა, რა დასალევი წყალია, სამეფო წყალს ეძახიან. თეძამზე ხიდი რო არის, თუ წამოხვალთ მეორადი გზით, გორისკენ მიმავალი გზა რო არის, თბილისიდან რომ მოდის. ხელ მარცხნივ, სანამ ხიდამდე მიხვალთ, ხელ მარცხნივ არის შემოსასვლელი და შენობებს დაინახავთ, პირდაპირ იქ ჩამოხვალთ. მოხვდებით ეს ადგილზე, სკამიც არის, ეხლა ძალიან ქარიქრის რა. და რაღაცა გაგიჟებული პროფესორის სათვალე მიკეთია, რომ ქარმა თვალები ქვიშ დამიუს. მოყვალთ ითევზავებთ, ისიამოვნეთ, ეს წაიყვათ და მაგარი იქნება. ეხლა წავალთ მედავალო და კაიბას გავაკეთებთ. რა ქვია, გაყურებინებთ თევზი როგორ, ანუ ამას როგორ გამოწვავ და გავაკეთებთ. ბატონო დავით წავედით. წავედით. მოკლედ თევზი დავიჭირეთ. გაქცეული კალმახი. და გავაკეთეთ. აი ესეთი ვაშლის მარი გვითავაზეს. ვინ ეგარი ქვია? ვაშლის მარი არის მაგარი და გავაკეთეთ ამისგან გავაკეთეთ ქინძმარი. ანუ ბლენდერში გავატარეთ და ქინძი და დავასხით მერე ზემოდან მარილი. ამიტომ ვაშლის მის აი პრემიუმ ხარისხის ბოთლებია, არ ვიცი, ესეთი რამე არ მინახია. არა მგონია, აი რაღაცა ესეთი რაღაცა. ეს უნდა აინჯრეს. ხმარების, გამოყენების. ანუ ერთი ბოთლი ამაზე გავხარჯეთ. ეხლა აი ეს მინდა გაჩვენოთ. სარგო სვანური მარულია. მარილი. ხის რაღაცაში დევს. კოშკია მაგარი. და ნორნერია, დიდი, პატარა და აი ესეთი შემოთვლა. ძალიან მაგარი შეფუთვა. ბატონო დავით, მოდი ეს გავხსნათ ეხლა. სვანური მარილი? სვანური მარილი? ამაშინ გახსენ. ხელთაც მანი მაგ და გადახსენი. მასუნები. მეც. ვაი მე აქ მოიწე. ძალიან მაგარია. მოკლედ აქ დაჭერილი კალმახი ავიღოთ. სვანური მარილი მოვაყაროთ. შიგნით კარგად ამოვგანგლოთ, რომ გამოწლავთ. ბატონ დავით, ეს მარილი აიღე და ხელზე დამიყარე ხოლმე, ხო, პერიოდულად. აი ეს. ესა. მოდი ამაში ჩავდებ 2 ცალკონით მარილ, ისა. გაქვია მას, ნიოს. კუნიტი იცი რა არის? დამიყარე ხელზე, კუნიტი არის ცალი. ერთი კბილი, მიდი, კაი გეყოფა. შიგნიდან ამოუსვათ, ეხლა გარედან მომიცი. კალმახია ესა და ამას ფარფლები არ აქვს. ტყავი აქვს ბატონო დავით. მოდი ამაშიც ნიორი ჩავდოთ, რამოდენიმე ცალი. ჩვენ ვიდეოების გადაღმევაში გვეხმარება. USA to Georgia და მაგარი საიტი მოიცა ხელზე დამიყარე. იმბავაზე ვიყიდეთ, აი ვანო აჩვენე. უბრალოდ გვიყიდა იმან რა ქვია. USA to Georgia იმბაბა არის თემუზე 1-4-ჯერ იაფი რაღაცა. ანუ ბევრი რაღაცეები თემუზე იაფია რა. თან ისეთი ნივთები იყიდება, რაც თემუზე არ იყიდება, ასე რომ დანაწყვეტვა შეიძლება. ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში. დამიყარე ხელზე. ლინკი ვიდეოს აღწერაში იქნება. მაგ ლინკით შედით, დარეგისტრირდით, ქართულად არის ყველაფერი. ფასებიც ქართულად არის, თუ ჩაურთავთ რომ მიუთითებთ რომ ქართულად მაჩვენე. და ნივთის სახელწოდებაც ქართულად არის. ხო, ყველაფერი, ანუ ადვილია რა, ყველაფერი გასაგებ. მოდი. დამიყარე. აუ ეს ძალიან მაგარი გამოვა რა. აი ეგ შესაბოლი მოწყობილობა. ესე? არა, ხო. ხო. თუ დიდია და მძიმეა რაღაცა, ხო? არ მიუთითოთ რომ საჰაეროთი ჩამოვიდეს. თან ბონის გემოეცექნება. 20-30 დღე ჭირდება. ეხლა ნახეთ ეს რამხელა მოწყობილობა რა. ეს იყო მძიმე, ამიტომ ჯობია გამოაგზავნოთ სახმელო თუთი, უფრო იაფი დაჯდება რა. ოი. ეხლა ჩვენ ამას და თვალე. ავიღებთ და
აი ესე დავალაგეთ. იფ რა. ჯერანაირი იფ. ესე და ეს. ვა თვა. ატონდავთ და გავუღოთ. და შევბოლოთ. ეს არის ცხლად შეიბოლება, ეგრე გამოდის. ცოტა ესე აუციოთ, რომ წვენი არ გაგვექცეს. და ზემოდან დავაფაროთ. აჰა. ცეცხლი დაინთო, მაგას დაანებე თავი, რატო გიფარიზე უნდა ხელები? რა საკეთე? თამაშო, სათამაშო და ხო ბატონო დავიცაკ. აბა. აი ხა ცოტა ხანში ნახე, ცხელი ჰარი მანდან ამო. მოკლედ ეხლა გავაჩეროთ. კაი ღვინოცა გვაქვს. სასირეთში დამზადებული. აი აქ ნახეთ, ეს ძალიან მაგარი მოწყობილობაა. უყურეთ, აქ მერე ტემპერატურას აჩვენებს, რო ამოვა. და აი ეს ბოლი შეხედეთ, ამაში ამოივლის. გავაკ ცეცხლიანთია და იქიდან გამოვა და ისე მატარებლის ხო, რაღაცა იმასა გავს, ორთქმავს. მოკლედ ეხლა დაველოდოთ მეგობრებო. ამას დიდი ხანი არ უნდა, ეს არ არის, ისა რა ქვია, ხორცი. თევზი მალე კეთდება. ნახო. ბოლიც გემოექნება, არაფერი არ ახადო. ბოლიც გემოექნება და ტემპერატურა იწევს ნელი. საქართველოში დაჭერილი თევზია. ველურ ბუნებაში ქართული ვაშლის ზვარი და სვანური მარილის ზემოდან. გაუმარჯოს საქართველოს. მაგრამ მაღალი არაა ქართული. მაღალი არ არის ქართული. ხო, სამაგოთ ქართულად ვიყეთ. აი ბატონო. თევზი გაკედა ხანდახან ჩავხედავდი ხოლმე. აი ესეთი მდგომარეობა. მე ამ შესაბოლი მოწყობილობის ლინკს დავდებ აღწერაში. ოიმე. აი ესეთია რა. მოდი ახლა ბატონო დავით გადმოვიღოთ. დავიხჩერე. და მე ზოგი ჩავდოთ ქინძმარში. ზოგი არა. ზოგიც ისე. ეს გავჩვენოთ, მაგრამ ისეთი მაგარი ძმარი გვაქვს რომ კარგი. მოდი ახლა მოკლედ ეს ამოვიღე რა. აი ესეთი გემრიელა და გახდა. მოდი ახლა ბატონო დავით, ზოგი იტყვის რომ აი ესეთი ქინძმარი გავაკეთე. და ორი ცალი თევზი შიგნით ჩავძიროთ. აი აქეთ ბატონო. არ გაცოცხლდი. აი ესა ხო? აჰა. არ გაცოცხლდი მეტი. არაფერი არ გაცოცხლდება ნუგიში. ეხლა ეს ხო ცხელია ბატონო დავით. ამას ეხლა თავი დავანებო და მოდი აი ამ თევზს ჩავაფრინდეთ. აიცა დავამორჩი პური. ამას ვგითხარი, ის არ არის მეთქი რა ქვია. ამას ის არა აქვს. ფარფლი. კანი აქვს ხო? აბა ტყავი აქვს. ტყავი აქვს ხო აი ნახე. ეხლა მე ამ ტყავს გადავაძრობ. თან სხვათა შორის კაი მაგარი სქელი ტყავი აქვს, აი, მეცა გავხადოს უმთლიანად. აი ეს. შიგნიდან როგორც ხედავთ, ახლა მოიტანე არის ძალიან წვნიანი. რა კარგი იყავდა, რა რიგნაზი. ჩემი კოზიძმა. თუ შენ თიჩალი. ჩემი თიჩალი. კაია, მომიდი. მოდი აბა გავსინჯოთ ერთი. ძალიან წვნიანია და ნახეთ. აი ხა თევზი როგორ გიყვართ არ ვიცი, მაგრამ წვნიანია და ამ სვანურმა მარილმა თავისი გემო მიწა და თან ბოლის გემო აქვს. აი მოდი ბატონო დავით, ეხლა ესე დავდოთ. და ეს ქინძმარში ჩადებული მინდა რომ ამ ვაშლის ზმარში ნაბანაები
ამოვიღოთ. სადნა მოი. აქვე დავდებ რა. აი ამას უყურე. რომელი ჯობია? არა, უყურე ჯობიაზე არ არის. ამას უნდა ქონდეს რადიკალურად სხვანაირი გემო. იმიტომ ზმარი და კინძი ერთად. ნეცეგენ უნდა ჯიჯიგნი, მინი, მამა გასიჯა. რა. როგორია? სხვა გემოგ. სხვა გემო კი არა. ძალიან მაგარი გემოა რა. ამას ხო ნახეთ, სად დავიჭირეთ. ეს არის საშენიდან გაქცეული თევზები, რომლებიც გაველურებულები არიან და ბუნებაში თვითონ იკებებიან. თუ მაგ საშენში მიხვალთ აუცილებლად თევზი. აუ, ეს გემრიელია. ვანუ არის პროფესიონალი. შემოქმედი ზმარი კი გამოგიგზავნეს აი ესეთი რაღაცა. ძალიან უცნაური ზმარია. ვაშეს, მაგრამ კიდე რა გამოვიყენებთ ფიჭა უნდა ვჭოთ. ზმრიანი ფიჭა? კი ბატონო. მოგეთ მეგობრებო, ჩვენ თევზაობა გაჩვენეთ. შიქშუა საქართველოში. ჩვენ ნაშრომი, აი, დაგვიფრინდა. მა აქ ეგრე იზახიან ხოლმე. მოდი ბატონო დავით. სადღეგრძელოს დავლევ რა. მოდი. ყველა კეთილ ადამიანს გაუმორჯოს ამ ქვეყანაზე. ამინ. ლაოსელი იქნება თუ წითელკანი ინდიელი მაგას მნიშვნელობა არ აქვს. აი, რაღაც წითელკანი ინდიელებს ვთხარი. რა იყო წითელკანიანები ვოჟდ მაკიმოტო. მოდი კეთილ ხალხს გაუმორჯოს. სხვისთვის ბოროტი რო არ უნდა. არჩენ ბატონო დავით. სხვისთვის ბოროტი არ გინდოდეს, გულში არასოდეს არ ჩაიდო. ტერზე არ გაბოროტე, უბრალოდ მოკალე. დანარჩენი კიდე რაღაცას მოევლება. თორე თუ ადამიანი ბოროტის ბოროტება თვითონ შეჭამს, გულს ამოუჭამს, გამიგე? და მაგას ვეღარ გამოასწრებს, ეგეთი. არა, გული რო არა გაქვსიო, კარგად იყავი. მოდი ლაღად მოცხოვრე ადამიანებს გაუმორჯოს. ამინ. თავის თავს არ მართალი რო არის, ეგეთ ადამიანს გაუმორჯოს და კეთილებს. კეთილ ადამიანებს გაუმორჯოს. რა იყო? ოჰო, კიდე კაი მითხარით, რამის დავლია. ეს ჯიშიაშვილების ღვინო არის. ეს საჯიში ქართველმა მაჩუკა, კახეთში. და სოფელი იყო ვანო? ამოვიწდა. სოფელი დამოვიდა. არა. ჰა? აფენი. აფენი? არა, ჩავორე ჯიშიაშვილებთან და თველში დამპატიჟეს და ერთ თველმა გადაიღო კახური რა. ეგ კიდე ცალკე რაღაცა არის. აბაჰე. ავი. უფ. მაგარი ვინო. არა, რაც ვიცით ქართველებმა და მაგარი ეგ არის ღვინო რა. ამითი გამოგებშვით მეგობრებო, დაგვაღამდა კიდევაც და კარგად ვზრუნდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე და შემდეგ თევზაობამდე.